მე ვარ ლაში ჯავახიშვილი, ჩვენ ვასწავლით ენდურო კროსის დისციპლინას. ის არის ჩვენი მეორე ტრენერი დიმა. გზას ვასუფთავებთ, ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად კარგი იყოს. დაგვემატა საკმაოდ ბევრი ბავშვების კლასი. გაიზარდა უკვე კონკურენცია. ბავშვები უფრო მაგარი საყურებლები არიან, ვიდრე უფროსები. კარგი იქნება, მობრძანდით, უყურეთ, ისიამოვნეთ. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ოთიაშვილი, მოტო ფედერაციის ენდურო მიმართულების ხელმძღვანელი. მოკლედ, როგორც იცით, 26 აპრილს მიმდინარეობს იქნება პირველი ეტაპი ენდუროს საქართველოს ჩემპიონატის. ჩატარდება აგერ ჩვენი ენდურო კროსის ტრეკზე. ეხლა ვაკეთებთ, ვანახლებთ ტრასას. პრობლემების განახლება მიმდინარეობს და დავარცხნა, ასე ვთქვათ. კიდევ ყველაზე საინტერესო ელემენტი, მოდით განახოთ, ვაკეთებთ აბსოლუტურად ახალ და ძალიან საინტერესო მონაკვეთს. აი ამ კონტეინერებზე გაკეთდება ხიდი ფიცრებით, ზემოთ გადაივლის ყველა მონაწილე, ჩავა იქით ამ მხარეს და იქით ამ მხარეს კიდე მოედანზე მოეწყობა ცალკე ძალიან საინტერესო დაბრკოლებები. მოკლედ ყველა მონაწილეს მინდა ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მალე გაიაროთ რეგისტრაცია, იმიტომ რომ ვიცოდეთ რამდენი მონაწილე იქნება და რა როგორ გავთვალოთ ასევე ტრეკზე. თოთ იჩქაროთ და მალე დარეგისტრირდეთ. ყველას წარმატებები. მე ლადო ვარ გუდაძე, ასფალტის მიმართულების ღონისძიებების დირექტორი და ეხლა ვემზადებით უკვე შეჯიბრებების სეზონის გასახსნელად. პირველი ეტაპი გვექნება 26 აპრილს, ჯიმხანით იწყება, იხსნება სეზონი როგორც ყოველ წელს უკვე. ამ ლოკაციაზე იქნება ამ ადგილას ძალიან დატვირთული აქტივობებით სავსე დღე. მოკლედ 26 აპრილს არ არის გამოსატოვებელი ეს ივენთი არავისთვის, ყველა ნებისმიერი მოტომოყვარულისთვის საკმარისი იქნება ის დოზა, რასაც მიიღებთ. მოტოჯიმხანას რო შევეხოთ კონკრეტულად იქნება 4 კლასი, გვეყოლებიან სკუტერის მძღოლები, გვეყოლებიან მოყვარულები, აბსოლუტ კლასი და ასევე კრუიზერები. ეს არის სიახლე, რომელიც წელს დაემატა და დიდი მონდომებით არიან ბიჭები, ემზადებიან მოკლედ კრუიზერებში გამოსასვლელად. კარგია, მოკლედ კარგი დღე გველოდება, ყველას გისურვებთ რომ მოიცალოთ და მოხვიდეთ და ჩვენთან ერთად გაერთობით თქვენ 26 აპრილს ჰასკი მოტოპარკში. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ჰასკი მოტოპარკში და 26 აპრილს აქ მოხდება ძალიან დიდი ამბები. კერძოდ ეს იქნება მოტოსეზონის გახსნა 2026 და ეს იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში, სადაც აბსოლუტურად ყველა სტილის და მიმართულების ბაიკები გავერთიანდებით და ვიქნებით ერთად აი ამ დღეს. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სახალისო და დიდი აქტივობა ჩემ ზურგს უკან იქნება და მან დამონტაჟდება დიდი სცენა, სადაც ბენდი და დიჯეი იზრუნებს მთელი აი ამ ღონისძიების განწყობის ამაღლებაზე. 26 აპრილს ჩვენ ასევე გვექნება კრუიზერების მოტომსვლელობა, რომელიც დაიწყება თბილისში. ასევე გვექნება ჩვენ კრუიზერების მოტოთამაშები, ჟანრის კლასიკა ისეთი როგორიც არის slow race და დანარჩენს მოდი სიურპრიზად დავტოვებ. გონი რომ კაი როკ-ენ-როლი ამბავი გამოვივა. გამარჯობა. მე გულმანი კურაბანიძე ვარ, მოტოტურინგისა და რეკრეაციის ხელმძღვანელი. ეს მიმართულება მოტო ფედერაციაში წელს პირველად ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი მოტოტურიზმის ხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ეს მიმართულება ზუსტად adventure-ის, dual sport-ის და სხვა ტიპის სამოგზაურო მოტოციკლის ხაზს მოიცავს. ზუსტად ამიტომ 26 აპრილს მოტოსეზონის გახსნაზე adventure-ისა და dual sport-ის სამოყვარულო წყვილთარბოლა გვექნება. დღეს მოტომოყვარულები ტრეკის ანახავად, გასაცნობად და სავარჯიშოდ ამოვედი. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს, ვინც აპირებთ სამოყვარულოზე მონაწილეობის მიღებას, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამოხვიდეთ, ივარჯიშოთ და მოემზადოთ ღონისძიებისთვის.